რადგან სხვისი ცხოვრება ჩვენი ეროვნული ჰობია, მაშინ როცა შეიძლება საკუთარი ოხრადაც კი დაგვრჩეს, სამი მორალის ამბავს მოგიყვები. იყო ერთი ჩიტი, რომელმაც მთელი ზაფხული და შემოდგომა ჭიკჭიკსა და ფრთხილში გამლო. საერთოდ არაფერზე ნერვიულობდა, ისე რომ სუსხს და პირველ ფიფხს მოუმზადებელი შეხვდა, ბუდეც კი არ ჰქონდა მომზადებული. სასწრაფოებმა გადაწყვიტა, რომ რაც არის, მეც ქვეყნიდან გავფრინდები და თბილ ქვეყნებში გამოვიზამთრებო. მაგრამ გვიანი იყო. ხვდები რომ გაშალა, დაუბერა სუსხმა და პირდაპირ თოლში ჩააგდო. უნდა გაყინულიყო წესით, მაგრამ გამოიარო ძროხამ და ისე რომ არც კი შეუმჩნევია ჩვენი ჩიტი, ზედ უქნა. ამაჩიც ესიამოვნა. იმდენად ესიამოვნა, რომ თავიც კი ამოყო ნეხვიდან და ჭიკჭიკი განაღწო. აქ პირველი მორალი ის არის, რომ ყველა ვინც ზედ გიზამს შეიძლება შენიტერი არ იყოს. მაგრამ ეს ჭიკჭიკი გაიგო მელამ, რომელიც მივიდა და აულო პირი და ამოათრია ნეხვიდან. გაწმინდა, გაასუფთავა და გადასასლა. აქ მეორე მორალი ის არის, რომ ყველა ვინც შენ ნეხვიდან ამოგათრევს, შეიძლება შენი მეგობარი არ იყოს. და მესამე მორალი აქვე. როცა ყელამდე ნეხვში ხარ, არ გეჭიკჭიკება.